უმცირესობის კითხვებს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხობდა. ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარება პოლიციელთა მხრიდან კანონდარღვევის ფაქტების საკადრო პოლიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროში 8 თებერვალს მომხდარი ინციდენტი და 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ყოლობის საქმე. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ კითხვებისა, რომელზე პასუხის გაცემაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილს მოუხდა. ოპოზიციის ყველაზე მეტი კრიტიკა ლუკა კურტანიძის პოლიციის აკადემიის პრორექტორად დანიშნვას და მის ბოლო დროინდელ განცხადებებს მოყვა. გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებ. პოლიტიკა აქ არაფერს ვაში არ იყო. არის პოლიციელი. რომ პოლიტიკა არაფერს ვაში არ იყო? მის პოლიტიკური აქტივობა არაფერს ვაში არ იყო? ურდანის აქვს თავის პოლიტიკური შეხედულება. პოლიციის აკადემიაში ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიციას გავატყავებ, ხო ბატონო ირაკლი? მე რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ მის შეხედულებას და მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მძიმე შეფასება მის მხრიდან, ძალიან მძიმე განცხადება იყო. მე გიდასტურებთ, კიდევ გიმეორებთ, რომ კურტანიძე კურირებს სპორტს აკადემიაში. და მას არავითარი შეხება არ აქვს პოლიციასთან. და როცა თქვენ საუბრობთ მაგალითებზე, თქვენი ხელისუფლება რა მაგალითად დაამთავრებენ შეიძლება. დაამთავრებენ შეიძლება. ჩაგეკითხებით უკაცრავად. რას ნიშნავს პოლიციასთან შეხება? სპორტს კურირებს და იმას გავიგეთ, აბა ვის ამეცადინებს სპორტში, ვერ გავიგეთ. პოლიცია ვის ამეცადინებით მე? პოლიცია მე არავის არ ამაზე მე მინისტრი ვიყავი. მე არ ვიყავი აკადემიის თქვენ წარმოდით წინა აბა რა გულისხმობთ ვერ გავიგე არ წარმოადგენთ წინა ხელისუფლებას ხატიათი თავის გათხოვებაში ასაუბრებდა აკადემიის საჩვენებით 22 მაისს რა საჩვენეთ იყო მაგალითი ბატონო ირაკლი როგორ უნდა ყოფილიყო კურტანიძეზე გააქვს პასუხი იყო თქვენი მაგალითი კურტანიძეზე გააქვს პასუხი ეს ადამიანი არ შეიძლება თქვენ ხელისუფლებას 22 მაისს ეს რაშვაში ამიტომ უნდა იყოს პოლიციის აკადემიის პრორექტორი კომპენსაციის სახით უნდა იყოს პოლიციის აკადემიის პრორექტორი გაუგება და დავალების მისცემის დაიჯერა ამ ადამიანს უშუალოდ სამსახური გულწრფელად და რეგისტრირებას იმას მორჩა რა მთელი გულწრფელი ჩახელფასი აძლევს და სამსახური უშუალოდ უბრალოდ ჩვენი პოლიციის სიცოცხლე ესეთი ადამიანი არის ესა პრორექტორი ჩვენი პოლიციის ის საქციელი ეს არის ლაკა 22 მაისს ჩაადენინეთ ეს თქვენთვის მისაღები იყო 22 მაისს იგივეს ნიპასური იგივეს ეკითხებით გიბრუნეთ უკან თქვენთვის მისაღები იყო 22 მაისს თქვენთვის მისაღები იყო გაუპატიურება პატიმრების არა როგორ არ მაქვს პასუხი მაქვს და უხარებია 2 საათიანი დაძაბული შეხვედრის დეტალებს ბექა მჭედლიშვილი გაგვაცნობს ქუთაისიდან. ბექა, რა შეფასებები გაკეთა უკვე შეხვედრის შემდეგ? 2 საათიანი შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ის კმაყოფილია დღევანდელი შეხვედრით და როგორც მან განმარტა, მან ამომწურავი პასუხი გასცა ყველა შეკითხვას, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან იყო დასმული. თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს, განსხვავებული განცხადებები გააკეთეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა, როგორც ისინი განმარტავენ, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იყო მოსული საკანონმდებლო ორგანოში მოუმზადებელი და ვერცერთ შეკითხვას მან ამომწურავად ვერ უპასუხა. მე არ ვიტყოდი რომ ეს იყო იდეალური, მაგრამ მე მაქსიმალურად კორექტული ვიყავი და კონსტრუქციული ვიყავი. განსაკუთრებულად კონსტრუქციული იყო ბატონი დავით ბაქრაძე და კიდევ იქ რამდენიმე ბატონი. მე მათ მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გავეცი, თქვენ ამათ უსმენთ. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას პარლამენტისადმი. ღარიბაშვილმა ვერ გამოავლინა მცირეოდენი პროფესიონალიზმიც კი, როდესაც ჩვენ მას დავუსვით კონკრეტული შეკითხვებიც და ასევე შეკითხვები ზოგადად საზოგადოების მიერ ამნისტიის გამო მრავალათასიანი კრიმინალთა ჯგუფის გარეთ გამოსვლის, ციხიდან გარეთ გამოსვლის შემდგომ და ასევე იმ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 10 თვის ბარბარა რაფალიანცის საქმის გამოძიებაზე, რომლის თაობაზეც ჩვენი წევრი და ფაქტობრივად მთელი ნაციონალური მოძრაობა იქნა დადანაშაულებული, რომ ეს ჩვენმა წევრმა მოკლა. ის რომ საქართველო გადაიქცა 7 ქვეყანად, სადაც ადამიანებს აღარ ეშინიათ ღამე სახლში დარჩენა, სადაც ადამიანებს აღარ ეშინიათ ბავშვების ქუჩაში გაშვება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისი გაკეთებაც ჩვენ შევძელით წინა წლების განმავლობაში. ეს არ არის პარტიული
კონკრეტული თემა და ჩვენ დღესაც სასიცოცხლოდ დაინტერესებული ვართ, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ქვეყანაში იყოს მშვიდობა, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვართ ამ საზოგადოების ნაწილი. სწორედ გამომდინარე აქედან იყო კითხვები, რომელსაც ჩვენი უმცირესობის წევრები უსვამდნენ მინისტრს, რამდენად იყო ან არ იყო მიღებული ადეკვატური პასუხები, ეს პირველ რიგში სწორედ იმ საზოგადოების განსასჯელია, რომელიც იმედი მაქვს ინტერესით უსმენდა და ადევნებდა თვალყურს ამ მსჯელობას. ნებისმიერ შემთხვევაში მე შემიძლია ვთქვა, რომ ის ფაქტი, რომ ასეთი საჯარო დისკუსია იყო პარლამენტში, ასეთი საჯარო მსჯელობა მიმდინარეობდა ოპოზიციას და მინისტრს შორის, ნებისმიერ შემთხვევაში კარგია. სამწუხაროდ ისე წარიმართა შეხვედრა, რომ მინისტრის პასუხი ყველა კითხვაზე უკავშირდებოდა ნაციონალური მოძრაობის წარსულ საქმიანობას და წარსული მოვლენების გახსენებას. ბუნებრივია ეს ამ პოზიციამ ცოტა დისონანსი შეიტანა კონსტრუქციულობას შეხვედრის. ჩვენ გვაინტერესებდა ის საკითხები, რომელიც აქტუალურია საზოგადოებისათვის. დღეს საზოგადოებაში არის მოლოდინი განცდა იმისა, რომ კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა. ამაზე ყოველდღიური ფაქტები მეტყველებს. 2 საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა მინისტრისა და საპარლამენტო უმცირესობის წევრების შეხვედრა. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა კითხვები დაუსვეს მინისტრს გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებითაც, მათ შორის იყო თენგიზ გუნავას საქმე, ასევე 10 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმე. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილისგან მოითხოვეს კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მოხდა ამ დროის განმავლობაში ამ საქმის გახსნა. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ფაქტი, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა, თქვენი უწყების თანამშრომლებმა იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს თენგიზ გუნავას. მე არ დაველოდე გამოძიების შედეგებს დასკვნას, იმდაც რომ მე დაურწმუნებულიყავი, რომ მას რეალურად ან ჩაუდეს თუ არ ჩაუდეს. მე დავავალე ინსპექციას ანიშნული შესწავლა. არ დასტურდა რომ მას ჩაუდეს იარაღი ან ნარკოტიკი დაალევინეს, არ დასტურდა შიდა მოკვლევით, მაგრამ გამოიკვეთა პროცესუალური და პროცედურული დარღვევები და მე მივიღე გაზრდელება. კი ბატონო, მე მივიღე გაზრდელება, რომ ის 5 თანამშრომელი, რომელიც იყო ჩართული გუნავას დაკავებაში, ასევე მე-6 პირი, რომელიც იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, დავითხოვე სამინისტროდან. ბატონო ირაკლი, მე მექნება კითხვა 10 თვის ბარბარე რაფალიანსის საქმესთან დაკავშირებით. დღემდე ეს საქმე გამოძიებული არ არის. მე არ მინდა ახლა ვინმეს ბრალი დავდო, მაგრამ მე საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება იმისი, რომ ეს საქმე შეგნებულად არ იხსნება, იმიტომ რომ თქვენი გუნდის წევრმა, მაშინ ჩემმა კონკურენტმა გურჯაანის რაიონში, რომელიც ახლა თქვენ სტავრობაში მინისტრის მოადგილეა, პირადად მე დამაბრალა ამ ბავშვის მკვლელობა. რაც შეეხება რაფალიანის საქმეს, მე ამასეთ გამოსკდა კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო. ეს საქმე არის რეალურად. თავიდან ხელფასზე არ მოხდა გამოძიება. სამწუხაროდ ის ერთი თვე რეალურად დაიკარგა. საქმე რაღაც გარკვეულ ჩიხში შეიყვანეს, თუმცა მე მაშინ ამასთანავე ვიჩქარე, როცა განვაცხადე, რომ ძალიან მალე გვექნებოდა საშუალება საზოგადოებას მიგვეწოდებინა ინფორმაცია თუ რა მოხდა და გამოძიების შედეგებს არ უდგენდი. მე ამას დაკავშირებით ბოდიში მოვუხადე პირველ რიგში რაფალიანის ოჯახს და საზოგადოებას, იმიტომ ნაჩქარევად მომივიდა ამის თქმა, იმ ეტაპზე სხვა ინფორმაცია მქონდა. საქმე არ არის მარტივი, შემიძლია ამას დაკავშირებით არა ასკოთ ღია საზოგადოების არამედ ცალკეც ვისაუბროთ. მაგრამ მიმდინარეობს გამოძიება და გვაქვს პერსპექტივები, რეალური პერსპექტივები გვაქვს გახსნის. აქტიური დისკუსია მოხდა ირმა ნადირაშვილის განცხადებას შეხვედრაზე, როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა განაცხადა, მან გააკრიტიკა ირაკლი ღარიბაშვილის საკადრო პოლიტიკა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე სწორედ მინისტრის ნათესავები ინიშნებიან. თქვენი გამინისტრების შემდეგ ძალიან ბევრმა თქვენმა ნათესავმა დაიწყო ახალი სამსახური კონკრეტულ ფაქტებს შევაკეთოთ. მაგალითად თქვენი და დაინიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდში. თქვენი სიმავრის ღარიბაშვილის და ამასამაზაშვილის. რომელიც იღეში ყავდათ 1 წელი. ეს კომპენსაცია ამ შემთხვევაში? არა, კომპენსაცია მე არ მეთქი, რომ შეგახსენეთ ფაქტი. ამიტომ მე კარგად გახსოვდეთ. ეს მოშორ ძალიან კარგად მუშაობს. შემდეგ. ძალიან მიხარია. ნაცავი არ არის. თქვენ არ გწმენია თუ მე უსნაცავი არ არის ნაცავი. ავაშენდი. ხოხედავ და გამოვაკეთეთ ასე. შევთანხმდით? გამოვაკეთეთ.
დანარჩენი გაბათილდა. კაპიტანმა ეკაბესელი ამ როდესაც თქვენ გაითვალისწინეთ მისი რეკომენდაციები, რომ მისი ბიძა დანიშნეთ ფოთის პოლიციაში, უფროსად განაცხადა, რომ ეს მას სჭირდება იმისთვის, რომ ყავდეს ადამიანი, ვისაც ენდობა, რომ იყოს მშვიდად ფოთში. თქვენ რა კრიტერიუმით ხელმისხანდებობთ? კითხვა ჩემთვის არ არის სერიოზული. არ მინდა ისე ვიტყვით, რომ ეს კომპენსირებაა, ეს არის. ბატონო რეგლი, კუილივ თქვი აქ რამე. დამთავრებინი შეიძლება. მე მინდა შეგახსენოთ იქ ახსენეთ მაგალითად ჩემი სიმამრის დაახსენეთ რომელიც არჩევნების დროს გააგდეს სამსახურიდან ძმა ყავდა ციხეში დაჭერილი ერთი წელი აბსოლუტურად უსამართლოდ ყავდა დაჭერილი დატყუებული იყო თქვენი პატიმარი და მთელი წლის განმავლობაში თქვენ საარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო რომ თამაზაშვილის გინდა დაბრუნდეს თამაზაშვილის მკვლელობა გინდოდათ რა გინდოდათ მე გეტყვით ძალიან საინტერესო ფაქტს თუ გაინტერესებთ მაგალითად არ უნდა გაინტერესებდეთ გისმენთ ციხეში როდესაც მე რო საპობილე შემოგვებოდა ჩემი სიმამრი მას მოუწყვეს მოწამვლის რამდენი მცდელობა ჰქონდათ ჩემი სიმამრის და რომლის ამ ოჯახის ასე ვთქვათ ის ტრაგედია არ აკმარეს რომ ძმა დაუჭირეს და ის გააგდეს ეხლა რა გინდათ რომ მე დავიწყოთ რომ ეს უბრალოდ ეს ადამიანი აღადგინეს სამსახურში და ამაზე თავის მართლება დავიწყო. მე თავის მართლებას არ ვაპირებ. მე უბრალოდ კი აღადგინეს, დააწინაურეს. ბატონო ორსაათიანი შეხვედრის ბოლოს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილის კითხვები დაუსვეს ვრათებერლის ინციდენტთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ამ დღეს ბიბლიოთეკასთან ალტერნატიული კორიდორები არ არსებობდა, თუმცა როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, მან დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებს დაუტოვა სპეციალური ფოტოსურათები, რომელზეც სწორედ ეს აქცია და ეს კორიდორები იყო ასახული. პროკურატურამ გთხოვათ, რომ ისულიყავით, გამოცხადებულიყავით და გამოძიებისთვის მიგეცათ ჩვენება. მე სხვაგან მივდივარ, მე უბრალოდ ხა მინდა რომ პარალელი გავაკეთო. როგორ მოგეწონებოდა თქვენ ყველას ერთად. მე რომ მეთქვა თქვენთვის რომ თქვენ თუ გაქვთ შეკითხვები ჩემს მიმართ, მობრძანდით ჩემს სამინისტროში და იქ გაგცემთ პასუხებს. ხომ არაკორექტული ვიქნებოდი. აი დაახლოებით ასეთივე აქმა აქვთ პროკურატურას და გამოძიებას. როცა თქვენ აცხადებთ უარს. მე თუნდაც შეიძლება აგიხსნათ ამის მერე რომ ეს არის განსხვავება. ჩვენ ვცემთ პატივს კანონის უზენაესობას, ვცემთ პატივს პარლამენტს და მოგიწოდებთ კიდევ ერთ, უბრალოდ ხარ სიტუაციის და მიხედვით ვიმოქმედე და ეს საერთოდ არ მინდოდა ამ თემის სამოცება. ეს გნება ჩემი მოწოდება იყოს, ჩემი რჩევა იყოს, როდესაც გამოძიებას აქვს თქვენს მიმართ. კონკრეტული შეკითხვები უბრალოდ, ან მოწმის სახით არის დაბარება თქვენი აუცილებელი. არ უნდა იყოს რაღაც სალაპარაკო და გარკვეული პოლიტიკური განცხადებების გაკეთება აღარ უნდა გახდეს საჭირო, როცა პროკურატურაში ან ჩვენ სამინისტროში გარკვეული შეკითხვები არსებობს. დეპუტატი არის ის თავდადეობის პირი, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციით აქვს იმუნიტეტი საგამოძიებო მოქმედების წინააღმდეგ. ამიტომ თუ დეპუტატის მიყვანა არის საჭირო პროკურატურაში, ამისთვის არსებობს კაფიო გზა. შემოდის მოთხოვნა პარლამენტში, პლენარული სხდომა უკრის კენჭს და ამის შემდეგ დეპუტატი მიდის და მონაწილეობას იღებს საგამოძიებო მოქმედებაში. ამიტომ ის რაც ჩვენ უთხარით პროკურატურას და მე დღესაც ვიმეორებ ამ პოზიციას არის ორი გზა იმისთვის რომ კანონი არ დაირღვეს და უკანონოდ არ მიიყვანოთ დეპუტატი. თუ თქვენ მაინც და მაინც გინდათ რომ რომელიმე პარლამენტის წევრი მოვიდეს პროკურატურაში, შემოიტანეთ პარლამენტში ოფიციალური მიმართვა. თქვენ უარს არ აცხადებთ. დავასრულებ ბატონო ირაკლი, შემოიტანეთ ოფიციალური მიმართვა, თუ პლენარული სხდომა გადაწყვეტს, მოვალთ. თუ თქვენ ეს არ გინდათ, ნებისმიერი სხვა გზით დეპუტატი პარლამენტში არის კანონის დარღვევა, ჩვენ კანონის დარღვევაში მონაწილეობას არ მივიღებთ, ამიტომ გთავაზობთ, მობრძანდეთ და თუ მართლა ინფორმაცია გჭირდებათ, ამ ინფორმაციას მიიღებთ, არავინ უარს არ ამბობს საშუალებაზე, არც ინფორმაციაზე, უბრალოდ დავიცვათ კანონი, კანონის მიხედვით ან შემოიტანონ ოფიციალური მოთხოვნა პარლამენტში და კენჭი უყაროთ, ან თავაზობთ, როგორც კეთილინების ნაბიჯს, რომ მობრძანდენ და აქ მე ვფიქრობ თქვენგან ასე კაფიო და ასე დეტალურად კი ბატონო განმარტება არ მოხდარა თქვენი მხრიდან ამიტომ გაჩნდა ეს შეკითხვები ბატონო არაერთ ბრიფინგზე გამართოთ ჩვენ ეს პოზიცია საზოგადოების თქო დღეს სამსახურს თხოვოთ და მოგასკითხოთ საზოგადოების
და შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმცირესობის შეკითხვებს 2 საათის განმავლობაში პასუხობდა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტი უკვე დატოვა.